მეგობრობის ძალა. ტექსტს ახმოვანებენ ქართულ-ამერიკული სკოლის მესამე-მეორე კლასის მოსწავლეები. პირველი ნაწილი თბილი ფუღურო. იყო და არა, იყო რა? იყო ერთი ტყე, რომელიც ზამთრის ჯადოსნურ საბანში გახვეულიყო. ტყეში ხეებზე ფოთლების ნაცვლად ქათქათა ბრჭყვიალა თოვლი იდო. ტყეში ფრთხილი იდუმალი სიჩუმეს სუფევდა, რადგან ტყის ბინადრები თბილ ბეწვებში გახვეულნი საკუთარ მყუდრო სახლებში შეყუჟულიყვნენ. ციდან ვეებერთელა რბილი, ფაფუკი ფანტელები ნელად ცვიოდა და მიწას ხალიჩასავით ეფინებოდა. ტყის შუაგულში უზარმაზარ მუხის ხეზე ფუღუროში ცხოვრობდა პატარა ციყვი, სახელად ცეცე. ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ცეცე მოუსვენარი და ძალიან ცელქი იყო. ერთი წუთითაც არ ჩერდებოდა. მუდამ რაღაცას თხრიდა, აგროვებდა ან აკეთებდა. მას ძალიან უყვარდა თამაში და რადგან მზა სათამაშოები არ მოიპოვებოდა, თავად ქმნიდა მათ. პატარა ხის ცხოველებს ტოტებისგან შეკრულ თავსატეხებს. ერთ დღეს, როცა ცეცე თავის ფუღუროში ახალ ცხენუკას თლიდა, მოულოდნელად კართან ხაკუნი გაისმა. მისი საუკეთესო მეგობარი მოფიქრალი ოდნავ მოუხერხებელი ზღარბის სახელად პიპი ესტუმრა. ციყვს ძალიან გაუხარდა მეგობრის დალახვა. მისი ფუღურო მაშინვე სითბოთი და მხიარულობით აივსო. ცეცე პიპიმ შემწვარი თხილის ვაშლისა და არომატული ჩაის დასაგემოვნებლად დაპატიჟა. მეგობრებმა დიდხანს ისაუბრეს ზამთრის ამბებზე, შემდეგ კი გადაწყვიტეს დრო ტყილად არ დაეკარგათ და სათამაშოების ერთად გაკეთებას შეუდგნენ. ცეცე ხეს თლიდა, პიპი კი სათამაშოებისთვის საჭირო ყველაზე ლამაზ კენჭებსა და გირჩებს არჩევდა. მეგობრები მარდათ მუშაობდნენ ხიარული ჩურჩულით, როცა უეცრად ცეცამ შესძახა. მაიმე, მეგობარო, ტოტები გაგვითავცა. ჩვენს დათუნიას კი თათები სჭირდება. ოჰო, ეს კი პრობლემაა, თქვა პიპიმ. რა გავაკეთოთ? მოდი, გარეთ გავიდეთ და ახალი ტოტები მოვაგროვოთ. უპასუხა პიპი. მეგობრებმა სქელი პალტოები ჩაითვეს. ფუმფულა ნახშობის შარფები მოიხვიეს და გზას გაუდგნენ. მეორე ნაწილი ქარბუქის საიდუმლო. ბევრი იარეს, ცუცოტა იარეს. ღმად შევიდნენ ტყეში. უეცრად ქარბუქი ამოვარდა. ქარი ისე ძლიერად ქროდა, რომ ხეები ძლიერად იხეოდა. ცეცეს და პიპის გული საგულედან ამოუვარდათ. შეშინებულმა პიპიმ მთელი ძალით შესძახა. ჰეი, ქარბუქო, რატომ ხარ ასე გაბრაზებული და აფორიაქებული? ქარბუქი წამიერა, თითქოს შენელ და ჰაერში კი ბასრი ყიდულოვანი ხმა გაისმა. იმიტომ რომ მე მეჩქარავა დრო არ მრჩება. შეშა უნდა შევაგროვო. რის გჭირდება ამდენი შეშა? კითხა ცეცე. ჩემს მეგობარ პატარა სუს ჩიტს წითელგულა ციმციმას სჭირდება, მას სურს კოცონი დაანთოს, რათა ბუდე და წიწილები გაათბოს, თორემ ამ ყინვაში გაიყინებიან. ჩვენს დაგეხმარებით შესთავაზა პიპიმ. მისი კეთილი გუგლი მაშინვე გალღვა. ორნი უფრო სწრაფად შევაგროვებთ. ამის გაგონებაზე ძლიერი მრისხანი ქარბუქი ნაზნიავად გადაიქცა. მისი ხმა გათბა და მადლიერებით აივსო. მეგობრებმა და ქარბუქმა მარტად დაიწყეს მუშაობა. მალე უზარმაზარი გროვა შეგროვდა. მადლიერმა ქარბუქმა ციყვს და ზღარბს ძველი ჯადოსნური სალამური უსახსოვრა და უთხრა. როცა თავს მარტო იგრძნობ, დაუკარით სალამური და მე თქვენთან გავჩნებით და დაგეხმარებით. გახარებული მეგობრები სახლში დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ცხოვრობდნენ დიდხანს ბედნიერად და იცოდნენ, რომ ნამდვილი მეგობრობა ყველაზე ძლიერი სტიქიის მარცხებასაც შეძლებდა.